მოგესალმებით ეთერში ეს დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგეცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროებით 13-15 იანვარს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა თემატურ პანელზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით. ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ასევე გამართავს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან. აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, რომლის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ბიზნეს ლიდერები, ახალგაზრდა ინოვატორები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ეს ავტორიტარული მმართველობაა და არა სამართლიანობა. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა მოსამართლემ ტროტუარზე დგომისთვის მშვიდობიანი დემონსტრანტის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრა გადაწყვიტა, რაც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მკაცრი კანონები, რეტროაქტიული სასამართლო დადგენილებები და განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით იარაღად ქცეული სასამართლოები. ეს ავტორიტარული მმართველობაა და არა სამართლიანობა, წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. ნაცმოძრაობას აღსასრულის პროცესი უდგას. ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, მე მგონი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამის შესახებ ხალხის ძალის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირებაა და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს. მაჭარაშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას მხარდამჭერებიც აღარ ყავს. რაც შეეხება ოპოზიციას, შეკითხვაზე თუ რა რესურსი აქვს ახლა ოპოზიციას, მათ შორის გაერთიანების კუთხით, მაჭარაშვილი პასუხობს, რომ ეს ადამიანები თავად უბრობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა. თბილისის ბიუჯეტი 17.179.000 ლარით იზრდება და მისი მოცულობა 2.210 მილიონი ლარით განისაზღვრება. დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის საკრებულომ განიხილა და მხარი დაუჭირა. მანამდე 2026 წლის საბიუჯეტო ცვლილებებზე საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ ხდომაზე იბრძოლეს. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროს გაიოს თალაკვაძის განმარტებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება, თბილისის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა ტანკერ მარინერას ეკიპაჟის შემადგენლობაში ყოფილიყვნენ, უწყებაში არ შესულა. მათივე ცნობით უწყება 7 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის მარინერას ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს. ცნობისთვის, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა. მათივე ცნობით, ნავთობტანკერის ეკიპაჟი 28 ადამიანისგან შედგება, საიდანაც 20 უკრაინის მოქალაქეა. 6 კაპიტნის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 2 რუსეთის მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარის სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1973 წელს დაბადებული ჯილქ ბათუმში დააკავეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მსჯავრდებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ თავისუფლების აღკვეთისა და მუქარის ფაქტებზე წითელი ცირკულარით 2025 წლის ნოემბრიდან იძებნებოდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს, ნათქვამია ინფორმაციაში. ერთი სიმართლე ყველამ უნდა იცოდეს. სინამდვილეში ევროკავშირში გაწევრიანებაზე არანაირი მოლაპარაკების პროცესი არ არსებობს. ეს ბრიუსელის დავალებების შესრულების პროცესი გახლავთ, რასაც რაღაც მომენტში თვითონ ბრიუსელიც აღიარებს. ამ პროცესისთვის მოლაპარაკებების დარქმევა არის აბსოლუტური ფარსი. ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. როგორც ამ კონტექსტში პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესს მოლაპარაკება მხოლოდ სახელად რომ ქვია და სინამდვილეში არის ბრიუსელის მიერ დაწესებული დირექტივების შესრულების პროცესი. ეს მაშინ აღმოაჩინა, როცა ევროკავშირის სამართალს სწავლობდა. პაპუაშვილის თქმითვე გასაგებია, რომ როცა რაღაც ორგანიზაციის წევრობა გინდა კრიტერიუმები და რეგულაციები უნდა შეასრულო, თუმცა არ არის გასაგები, როცა ამის მიღმა გამოგონილი კრიტერიუმების, დავალებებისა და დირექტივების მიცემა ხდება, რომლის უკანაც არის სურვილი იმისა, რომ სუვერენული ქვეყანაზე კონტროლი დაამყარო.
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების ააგენტომ ახალი თაობის განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების ააგენტოს ცნობით მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია, თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება უახლოეს საერთაშორისო სტანდარტებს. დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული. აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის საფასური იგივე რჩება, ხოლო ვადიანი მოწმობების მფლობელები ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით. განახლებული პირადობის ელექტრონული მოწმობა შეიცავს მფლობელის თითის ანაბეჭდებს. მასზე ასევე განთავსებულია QR კოდი, რომლის დასკანერებისას შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება, დოკუმენტის ნომრისა და სტატუსის, პირის რეგისტრაციის მისამართის, ასევე დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნით, სტუდენტის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის შესახებ. ვენეციის კომისიამ თავისი ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის. არანაირი ანალიზი პირდაპირ მოხტომა პოლიტიკური ხელკეტით საქართველოსადმი და ყოველგვარი ანალიზის გარეშე პოლიტიკური განცხადებების კეთება. ეს არის ის ნიშანი, რომელიც ახასიათებს დღეს ვენეციის კომისიას. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის შეფასებით ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ვენეციის კომისიის მიმართ პრაგმატულ ხედვებს გამოხატავს. მისივე თქმით, კომისიას საქართველოსთან მიმართებითაც ჰქონდა სერიოზული პრეტენზიები, თუმცა როდესაც საკითხს ჩაუხმარდნენ, დაინახეს, რომ ვენეციის კომისია ჩამოყალიბდა როგორც ხელკეტი კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომელთა დაკავშირებითაც თავისი პოლიტიკური შეხედულებები აქვს მარტა კოსსკაია, კალას ან იუკნევიჩიანეს. აბსოლუტურად წარმოუდგენელია მისი ასეთი ჩარევა ან დასკვნები იმ კანონთან ან პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიების აკრძალვას გულისხმობს, ვინაიდან არც ერთხელ არ უთქვამთ არაფერი, არ გაუანალიზებიათ ის ვითარება, რომელიც შექმნა ამ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო. ის მასშტაბი ადამიანის წამების და ადამიანის უფლებების დარღვევისა არ ახსოვს ამ რეგიონს და თუნდაც ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნებსაც კი. განაცხადა გია ვოლსკიმ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. კანადა მკაცრად გმობს ირანში მომიტინგეების მკვლელობების გაგრძელებას. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს რეპრესიების შეწყვიტოს და პატივისცეს ადამიანის უფლებებს. ირანის რეჟიმმა საშინელი რეპრესიები და დაშინება უნდა შეწყვიტოს და პატივისცეს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს. კანადა მამაცი ირანელი ხალხის გვერდით დგას. აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს. მსხვერპლის შესახებ სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება. უფლებადამცველი ჯგუფის ადამიანის უფლება დამცველი აქტივისტები ირანში ინფორმაციით არეულობის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არის 490 მომიტინგე და უსაფრთხოების სამსახურის 48 თანამშრომელი. ამასთან საპროტესტო აქციების დროს 10,600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ იმაზე მეტხანს გრძელდება, ვიდრე ნაცისტურ მესამე რაიხსა და ssrk-ს შორის 1941-1945 წლების ომი გაგრძელდა 1418 დღე. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა X-ზე წერს. რუსეთმა უკრაინის მიწაზე ჩაიდინა სისასტიკე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო მასშტაბისა და სისასტიკის არის. თუმცა მან ვერ შეძლო უკრაინის ან ჩვენი ხალხის სულისკვეთების გატეხვა, აცხადებს სიბიგა. მისი ინფორმაციით ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთმა ვერ მიაღწია თავისი აგრესიის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს. ამის ნაცვლად მან განიცადა უზარმაზარი დანაკარგები 1 მილიონზე მეტი მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცისა და სამხედრო აღჭურვილობის უზარმაზარი დანაკარგების სახით, აცხადებს სიბიგა. მისი თქმით, რუსეთის ზამთრის შუაგულში ტერორის ესკალაცია სახნეს უკრაინის წინააღმდეგობისა და საერთაშორისო ერთიანობის შალახვის მიზნით. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ქვეყნის საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად ახალ შორ მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტას შექმნის. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით პროექტ Nightfall-ის ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების სწრაფად შესაქმნელად, რომლებსაც შეუძლიათ 200 კილოგრამიანი ქობინის გადატანა 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე. ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ ეს საკმარისია ბრძოლის ველიდან მოსკოვზე დარტყმისთვის. გამოცემის ცნობით, უკრაინისთვის რაკეტების წარმოების განზრახვა და ადასტურა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ, რომელიც ხუთშაბათს კიევში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთმა რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ქვეყანაში სიტუაცია სრული კონტროლის ქვეშაა. მედიის ინფორმაციით ეს განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეირანში უცხოელ დიპლომატებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე არეულობა ტერორისტული ომია და სამთავრობო შენობებს, პოლიციის განყოფილებებსა და ბიზნეს კომპანიებს ტერორისტული ელემენტები დაესხდენ თავს. ის რაც ახლა ხდება არ არის საპროტესტო აქციები, ეს არის ტერორისტული ომი ქვეყნის წინააღმდეგ. ირანის ხელისუფლებას აქვს ტერორისტული ელემენტებისთვის გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინებების აუდიო ჩანაწერები, სადაც მათ მშვიდობიანი მოსახლეობისა და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანებას აძლევენ, აღნიშნა არაღჩიმ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაფრთხილება მოტივაცია მისცა ტერორისტებს თავს დასხმოდნენ მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს უცხოური ძალის ჩარევის გამოწვევის მიზნით.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელ მილიარდერ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის საკითხზე საუბარს გეგმავს. ის ამ საქმეში ძალიან კარგია, მას ძალიან კარგი კომპანია ჰყავს. განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას. ითანამშრომლებს თუ არა მასკის კომპანია SpaceX-თან, რომელიც ირანს Starlink-ის სახელწოდების სატელიტურ ინტერნეტ სერვისს თავაზობს. ცნობისთვის, ირანიდან ინფორმაციის მიღებას ხელს უშლის ის, რომ რამდენიმე დღის წინ ხელისუფლება მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყანაში ინტერნეტი გათიშა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.